დიდ ბედნიერებას მანიჭებს უკვე მეორედ რუსთაველის პროსპექტიდან მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელიწადი. ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნაშია და კვლავ აი აქ ანთია განთავისუფლებისა და გამარჯვების ცეცხლი, რომელიც აუცილებლად მივიყვანს იმ ნანატ თავისუფლებამდე, რისთვისაც 400 დღეღამია ჩვენი ხალხი, ყველა თაობა, ახალგაზრდობა, ხანდაზმულები, შუათაობა დგას ქვეყნის გადარჩენის ბასტიონებზე. ქვეყანა მართლაც გადასარჩენია, იმიტომ რომ მას დაუფლებული ყავს გველეშაპი. წერი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ჩვენ არ ვებრძვით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ჩვენ არ ვებრძვით თანამდებობის პირებს ან რომელიმე მთავრობას. ქართველი ხალხი ებრძვის შემოგზავნილ მტერს, დესანტად გადმოსულს, თანაც ქვეყნიდან, რომელიც არის პოლიტიკურად მტერი, ოკუპანტი და აგრესორი. ჩვენ არჩევანი არ აგვაქვს. ან გამარჯვება, ან დამარცხება და დამარცხებას ქართველი ხალხი არასოდეს არ ყოფილა მიჩვეული, სხვა შემთხვევაში 1000 წლეულებს ვერ გაუძლებდით და ვერ მოვიდოდით დღემდე. ამიტომ 26 წელი იქნება ჟამი გამარჯვებისა, ჟამი დიდებისა და კიდევ ერთხელ იმის დამტკიცებისა, რომ ჩვენს ხალხს ვერავინ ვერ მოერევა და ვერავინ ვერ დაამარცხებთ და რომ ის არავის არ აპატიებს დაჩაგვრას, თავისუფლების წართმევას და იმ ბოროტებას, რაც დაატრიალა რეჟიმა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის თავზე. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ტირან ივანიშვილის და მისი მეუღლის საახალწლო მილოცვა ცინიზმით სავსე, სადაც ისინი ამბობენ, რომ დგანან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე. თურმე ოჯახების და ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნიშნავს იმას, რომ აკრძალო თავისუფლება, სიტყვა, დემონსტრაცია, მიტინგი და გმირ ახალგაზრდებს მიუჩინო ციხეში ადგილი, ან თავყობა დაამტვრიო აქ სპეცრაზმის საშუალებით და მერე ის სპეცრაზმები აჯილდოვო და წაახალისო. თურმე ეს ყოფილა ზრუნვა ქვეყანაზე და ოჯახებზე. ამასთანავე ტირანი გვპირდება კიდევ საოცარ რაღაცას, რომ მანამდე ვიქნები თქვენთანო, სანამ ამას საზოგადოება მოითხოვსო. ბიძინა ივანიშვილო, უყური აი ამ ვიდეოს და უყური ამ ხალხს და გადახედე განვლილ თავისუფლებისათვის ბრძოლის დღეებს. ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია შენი პოლიტიკიდან მოცილება, ციხეში ზოლიანი ტანსაცმლით ნახვა სურს და მას ის აუცილებლად მიაღწევს. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ისტორიის კანონი, არავის იმდენი ბოროტება, რაც ჩაიდინა რეჟიმა, ჩაიდინა თავისი ჩრდილო მოკავშირეების საშუალებით, არ ჩაუდენია და დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას ისტორიული მტრები ხო არ უყვარს და ზულს. შახაბასი, მურვაყრუ, ჯალალედინი, თემურლენგი. აი ყველა სიძულვილი ერთად რო გაერთიანო, ისე ზულს ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკა, მისი ჩადენილი საქმეები. ეს სიძულვილი არის გადარჩენის სიძულვილი, არა ბოროტული. ეს არის ობიექტური, სამართლიანი და მას წინ ელოდება ძალიან დიდი რისხვა ქართველი ხალხისა, ისტორიის ანალებში შავი ასოებით ჩაწერა და მეცაც გეტყვით, ივანიშვილს და მის ხროვას წინ ელოდება საერთაშორისო ტრიბუნალი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის. მთელი მათი ქონება მოპარული, გატანილი, ოფშორებში განთავსებული, პირობას გაძლევთ, რომ იქნება დაბრუნებული ბიუჯეტში და განაწილდება ყველა ოჯახზე და ყველა მოქალაქეზე. რეჟიმის გადარჩენა შეუძლებელია. რეჟიმს წამები და წუთები აქვს დათვლილი. ეს ყველაფერი არის მათი შემოქმედება, მათ თვითონ დაწერეს საკუთარი განაჩენი
და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები ამ განაჩენის შედეგად არ ექვემდებარება არც ამინისტიას, არც შეწყალებას. ეს არის უპატიებელი ცოდვა, რაც ამ რეჟიმს აქვს ჩადენილი ჩვენი დიადი და მაგარი ხალხის წინააღმდეგ, რომლის დამმარცხებელი ჯერ არ დაბადებულა ისტორიაში და რომელმაც მოინელა ყველა თავისი მტერი, ასე მოინელებს ივანიშვილსა და მის ხროვას, დადგება სანატრელი გამარჯვების დღეები, 26 წელი იქნება ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის ჟამი და ყველა ერთად ამ ჩამოშლას და ახალი საქართველოს დაბადებას აი აქ ვიზეიმებ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ძლიერ დემოკრატიულ ეროვნულ საქართველოს ძის რეჟიმი კრიმინალური და ხელიდან წასული. მისი საქმე წასულია და მას არაფერი აღარ ეშველება. ქართველ ხალხს წინ ელოდება ძალიან დიდი და ნათელი მომავალი და ამ მომავლისგან მას ექნება ყველა ის დივიდენდი, ყველა ის წარმატება, გამარჯვება და მოგება, რაც მსოფლიოს სხვა ცივილიზებულ ერებს. დღეს ჩვენი ხალხია მთელ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ერთადერთი, რომელიც ასე მედგრად დგას თავისუფლებისათვის. სხვა ქვეყნებშიც არის პრობლემები არანაკლები, მაგრამ ასეთი ბრძოლის უნარი არავის არ აღმოაჩნდა. ამ საქმეს შეიძლება ითქვას, როგორც ჩემპიონები ვართ. ჩემპიონობას აუცილებლად ექნება შედეგი, შედეგი იქნება რეჟიმის დასასრული, ეს დასასრული მათთვის იქნება ძალიან სამარცხვინო და ჩვენ მათ ძალიან მალე ვიხილავთ სასამართლოს ხდომის დარბაზებში, იმ 9 კლიტურებში, სადაც მოათავსეს ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ამაყი, გმირი ადამიანები. მათ ადგილებს დაიკავებენ ისინი ძალიან მალე. ეს არის ისტორიის კანონი, ეს არის ხალხის ნება, ეს არის სამართლიანობის საკაცობრიო პრინციპი, რომელიც აღსრულდება. გაგიმარჯვოთ ხალხო, ძალიან დიდი გამარჯვებები და ძალიან დიდი დღეები გველოდება წინ. დიდი მადლობა.